მოგესალმებით, დანიელის და ცივი არ არის მოყვარულებო, დღეს ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოების სერიას. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ზაზა და კოტე. დღეს ძალიან საინტერესო ისტორიები გველის, საერთო გამოცდილება ოსტატის და კოლექციონერის. წარმოდგენილი გვაქვს ძალიან მაგარი ნაკეთობები, რომლის შესახებაც უფრო დეტალურად მოგიყვებით. მოდით დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები ხართ. ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ ბატონი ზაზა, კოტე. მოდით ორი სიტყვით მიმართოთ ჩვენს მაყურებელს და შესაბამისად უკვე გადავიდეთ უშუალოდ მთავარ საქმეზე, რაც ყველა ჩვენს მაყურებელს ყველაზე მეტად აინტერესებს. ეს არის ეს სასწაული ნაკეთობები, რაც აქ არის წარმოდგენილი და თვითოულ მათგანზე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ისტორიები გველის და შესაბამისად მგონია, რომ ძალიან მაგარი გადაცემა გამოგვივა. კოტე, მოდით დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო. ზაზა მოგესალმები ჯაბა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ეს ჩვენი მერამდენი გადაცემაა. ეს არის უკვე მესამე გადაცემაა, კი. და უკვე დავიგეგმეთ მეოთხე. კი ბატონო, კი, დავიგეგმეთ უკვე მეოთხისთვისაც. დიდი მადლობა. და მადლობა ასევე იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ საქმისთვის, დაწყებული ამ გადაცემებით, ასევე გამოფენები და ყველაფერი იმისთვის, რაც ამ საქმეს ეხმარება, რომ წინ წავიდეს, ასე რომ ვთქვათ რა. მადლობა კოტე, ანუ პირველ რიგში ეს ყველაფერი რაც კეთდება უშუალოდ შენი თანამონაწილეობით, როგორც კოლექციონერის, ოსტატების თანამონაწილეობით, ანუ ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა. შესაბამისად, მადლობა ჩვენის მხრივ შენ და ყველა კოლექციონერს, რომელიც ჩვენს გამოფენებს ესწრება. დღეს ეს დანები არის ზუსტად ამ კოლექციის ნაწილი და ამ ღონისძიებების მონაგარი, ხო, როგორც ასეთი. რა თქმა უნდა. ხო, ნუ ბოლო ჩაწერიდან ვერ მოვასწარი, ანუ მეტი ექსპონატებით მოსვლა, მაგრამ რაც არის წარმოდგენილი, საკმაოდ კაი ნამუშევრებია და მე მჯერა, რომ კაი გადაცემა გამოგვივა, საინტერესო გადაცემა გამოგვივა რა. გეთანხმები. ზაზა, ორი სიტყვით შემოგვიერთდი. გამარჯობათ, ჩვენ ზურფასო მაყურებლებო. აი შემოადგენლობით მოგესალმებით დღეს და ძალიან მიხარია, რომ ესეთი შემოადგენლობა შეიგრება. ჩვენი საყვარელი კოტე ძალიან დიდი ხნის კოლექციონერია, აქვს გადასარევი უნიკალური კოლექცია. მათ შორის ჩემი ნამუშევრებიც და რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ. ზუსტადაც ეს ნაკეთობები, აი ზუსტად ამ პრინციპით დავალაგეთ დღეს შესაბამისად პადებზე. პირველ პადზე წარმოდგენილია ორი კოლექციის წარმომადგენელი, ორივე არის ზაზარევიშვილის შესრულებით. დღეს ძალიან საინტერესო ისტორიები გველის უშუალოდ ორივე მათგანის თაობაზე და მე მგონი პირველად გაიგებს ჩვენი მაყურებელი ამ ორივე დანის ისტორიას. შემდეგ უკვე წარმოდგენილია ის ნაკეთობები, რომლებიც კოტემ ბოლო ჩვენს Art Knife Expo ზამთრის სერიაზე შეიძინა 25-ში და მათთან დაკავშირებითაც მე მგონი გვექნება გარკვეული შინაარსობრივი დამატება თითოეულ ამ ნაკეთობასთან, ამ დანასთან დაკავშირებით და მე მგონი უფრო გავამდიდრებ თითოეულის შინაარსს. მოდი აი ახლა სანამ დავიწყებდით ჩვენ უშუალოდ ჩაწერას, უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ ზაზას აი ამ ნაკეთობებზე და თითოეულ მათგანზე ძალიან საინტერესო ფაქტები გამოიკვეთა რა და ფაქტიურად თქვენი პირველი ესეთი კვეთა ამ სფეროში იყო აი პირველი ვენდეტათი, ხო? მოდი თან ვაჩვენოთ და თან მოვყვეთ. ეს არის 2005 წლის მოდელია ეს, კი. ეს წინა ჩაწერაზეც ჰქონდა ეს. კი, ამას იჩნობს ჩვენი მაყურებელი ამ კონკრეტულ დანას. აი ესეთი არის. მე ხა ტექნიკურ დეტალებზე საუბარს უფრო ხო, უკვე თავს შეიკავებ. უკვე თავში ბატონზაზას დაუთმობ. მაგრამ ვიტყვი ძალიან მიყვარს ეს დანა სხვათა შორის თავისი ქართული სულით, ასე რომ ვთქვათ. ხასიათით, კი, და ანუ შესანიშნავი ნამუშევარია. და ეს დანა
ამას სანამ ვიყიდიდი, მე მაშინ ბატონზადას არ ვიცნობდი. ხო. უბრალოდ პირადად არ ვიცნობ, როგორც ოსტატს ვიცნობ, რომ კარგი ოსტატია, მინდა მისი ნაკეთობები, მაგრამ არ იშოვებ, ვერ ვყიდულობ. ხან ერთ საიტზე ვეძებე, კოლექციონერებშიც ვეძებე რაღაც, მაგრამ გასაყიდად არ გამოდის ეს დანები რა. ბატონზადასაც ვერ უკავშირდები. თან მაშინ არ იყო ეხა ისეთი როგორ ვთქვა, ცოტა ძველი დრო ასე რომ ვთქვა. ხელმისაწვდომი არც ახლა, მაგრამ მაინც მაშინ წარმოიდგენია Facebook-ზე, Instagram-ზე და იმაზე არ არის ესეთი მარტივი რომ ადამიანი მოძებნო რა, ჩავრთებ ნაცნობები იქნება რამენაირად გამიყვანოთ და დაიდო ერთ-ერთ იმაზე, რა ქვია, აუქციონზე დაიდო ზაზას დანა, ეს დანა და ძალიან გამიხარდა, არც მიფიქრია, რაც იყო, ეგრევე ვიყიდე და მოდი ახლა რაღაც კონტრკითხვებს გავაკეთებ რა, რომ სრულად აღვადგინოთ იმ პერიოდის სურათი. ეს არის კოტეს შეძენილი 2005 წელს. 2005-ის ხო არის? ჩვენ მოდი მოვყვეთ ამ დანასთან დაკავშირებით უკვე შენი გადმოსახედიდან რა. ეხლა ეს რომ აუქციონზე დაიდო, შენგან უკვე ეს დანა ალბათ წასულია, ხო? ეს უკვე ესე იგი, ეს იყო ერთ-ერთი პირველთაგანი აი ვენდეტას დიზაინი, ვენდეტას ვეძახი მე ამ დანას, იმიტომ რომ თან იტალიური ხასიათიც აქვს, ქართული ხასიათიც აქვს. ხო და რა თქოს თავში მომევიდა პირველად ვენდეტა და დავარქვი ვენდეტა. თვითონ დანა არის აბსოლუტურად სიმეტრიული და ბევრი გაურბის ამ სიმეტრიულ დიზაინებს, იმიტომ რომ ყოველთვის პირი უფრო მოკლეა და ტარი უფრო სქელია და ვიზუალური ბალანსი ირღვევა. და ეს სირთულე ზუსტად იმაში იყო, რომ აბსოლუტური სიმეტრიის შენარჩუნებით გამეკეთებინა აბსოლუტურად ვიზუალურად დაბალანსირებული დიზაინი. და მე მგონი ნორმალურად გამოვიდა, იმიტომ რომ ეს გარდა ზემოთავწიე და ვიზუალურად პირი უფრო გრძელი გამოჩნდა. მასალები შევარჩიეს მამონტის ქერქის, რომელსაც ლამაზი ფერები აქვს და ლამაზი სტრუქტურა. მოზაიკური დამასკი ეგერლინგის და ნორისის ეს არის, ხო? კი, პირზე არის მაიკ ნორის. სტეილ უჟანგავი ფოლადის დამასკი მაიკ ნორისის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი ოსტატი, რომელიც ამ უჟანგავ დამასკს ჭედავს. ხო და ყველა თითოეული ჩემი დანა მიუხედავად იმისა, რომ ვენდეტა დავარქვი, ხო ყველა სხვადასხვანაირია. აბსოლუტურად ერთნაირი არასდროს არ გამიკეთებია, იმიტომ რომ პირველ რიგში ხელით კეთდება, ეს არ ხდება პროგრამირებადი კომპიუტერულად პროგრამირებული მანქანებით, ხო, CNC-ით. კი და ძალიან ძრო მოიდომო ერთნაირი არასდროს არ გამოვა. ძველი სკოლა, ხელმოკლედ ზუსტად. ხო და იცი, ცოტა თვითონ მხატვრული შინაარსიც რომ მოგვიყვე რა. ეს რო გაკეთდა, როდესაც კოტემ უკვე ეს დანა შეიძინა, ეხა იმ აუქციონზე ალბათ უკვე შენგან წასული იყო ეგ დანა, ხო? სხვამ განათავს, შენი განთავსებული აღარ იქნებოდა რა. სხვა კოლექციონერები მოდიან. რომელ წელს გაკეთდა მაშინ ეს? 2005-ში შეიძლება ზუსტად არ გაკეთდა? რაღაც მე მგონი 2002-2000. უფრო ძველი ყოფილა. იმიტომ რომ ბევრი კოლექციონერი ხო იწყებს ხოლმე უფრო გარკვეული ფასეული კატეგორიებიდან და მერე ადის უფრო upgrade-ს აკეთებს და იმას ყიდის და მერე მოდის და მიგვეთავს უფრო ძვირფას ნაკეთობას. კი ბატონო, და დაახლოებით ალბათ ეგ იყო, კონკრეტულად აღარ მახსოვს, ბევრი წელი გავიდა. სხვადასხვა, ახლა ძალიან კარგი რაღაც ახსენე შენ და მაგას ჩვენ დაუბრუნდეთ, მე მაგ ერთი კითხვა ზუსტად აი მაქცევასთან დაკავშირებით. როდესაც კოლექციონერი აპგრეიდებს თავის კოლექციას რა რეალურად და რამდენად ლიკვიდური გამოსდის მას თავისი კოლექცია საჭიროების შემთხვევაში. და ამ თემას დაუბრუნდეთ ჩვენ და მომდევნო აი სხვა დანებზე რომ გადავალთ, მინდა რომ კიდევ კითხვა დაგიბრუნოთ ამასთან დაკავშირებით. ორივე მხრიდან საინტერესო იქნება ამაზე პასუხის მოსმენა. და რამოდენიმე წლის წინ მე და კოტე შევხვდით გამოფენაზე. ხო, როდესაც შეიძინა არ იცნობთ ერთმანეთს, ხო? არ ვიცანით ერთმანეთი. მაჩვენა დანა, მეც გამიხარდა ჩემი ძველი ნამუშევრის ნახვა, რა თქმა უნდა. ეს 23-ში, ბოდიში რო გაწყვეტილი 23-ში. მე მითხრა პირველ Art Knife Expo-ზე. კი.
ნამდვილად და კოდე მითხრა რომ აი მინდა one of a kind ეძახიან ამერიკელები აი არასაერთოდ რომ დიზაინი დაუნათესავებელია უნიკალური დიზაინი რომელიც არასდროს არ მეორდება არის ბევრ კოლექციონერს უნდა ესეთი one of a kind დიზაინი დამეკვეთოს და ზუსტად კოდემაც ეს დამეკვეთა და თან მითხრა რომ მე ერთი რომ საინტერესო დამასკი მაქვსო და მოდით გაჩვენებო. მოდი მოვაყოლოთ ახლა უკვე საინტერესო დამასკის ისტორია, ხო? მოვყვეთ. კი ბატონო. აი ეს დანა. აი ესეთი. ის მართლაც რომ საინტერესო დამასკია, პირველი რაც შემიძლია რომ ვთქვა. ახლოდანაც შეგვიძლია ხო რომ ვაჩვენოთ? კი, რა თქმა უნდა, კი. თვითონ დამასკი რო კარგად კი. მოდი კოდე მოგვიყევი ახლა საინტერესო დამასკი რაში მდგომარეობს გარდა ვიზუალისა. ნუ ეს ოსტატი არის კონსტანტინ ლისენკო, ესეთი, რომელიც არის უკრაინელი. ეს და უკრაინის ომი რო დაიწყო, რუსეთ-უკრაინის ომი, ჩარჩა დონბასში ეს ადამიანი რა. და ეს დამასკი აქვს სახელოსნო ყველაფერი იქ აქვს და ეს დამასკიც იქ აქვს დამზადებული და ომი მიდის თან. ომი მიდის რა. ნუ ინტერნეტი არის ყველაფერი წერ რაღაცა ბაკეთ იქიდან აი ძალიან დიდი წვალებით გააგზავნა იმაში რა ქვია ამერიკაში რა. ამერიკაში USA to Georgia-ში. USA to Georgia მიიღო და ეხლა უნდა ჩამოვიდეს ჩემთან. Und ეს დამასკი, ეხა ჩვენ მაყურებელს რო აუხსნათ, ანუ ესეთი ტიპის არ არის. ანუ ამას მე ოსტატი ფორმას, ოსტატი აძლევს ამ ნახატის ამოყვანას, ანუ etchings, ნახატი არჩება. ეს არის ჩვეულებრივი პარალელიპედია, ოთხკუთხა. ხო, აი ჩვეულებრივი მეტალის სახაზავის ფორმის ის არის რა ქვია, ბლანკი, აი ესეთი ფორმა და არის აი გაპრიალებული ჩვეულებრივად ვერცხლისფერი რა. USA to Georgia-ში როგორც ჩანს გადაფუთვის დროს თუ რაღაცა რა მოხდა, არ ვიცი, ეს ნახეს რაღაცა, ნუ გადააგდეს რა. ხო, ნუ ვერ მიხვდნენ, რა იყო, ხო. ნუ ჩამოვიდა ესა რა ქვია, რაღაცა არ დევს შიგნით რა. მიუწერე მეთქი ეს აუხსენი ყველაფერი რაღაცა და იპოვნეს. იპოვნეს, გამომიგზავნეს, ძალიან გამეხარდა რომ ჩამოვიდა, იმიტომ რომ აი ძალიან ნაწვალები. ეს შენ უბრალოდ პროექტისთვის ქონდა ნაყიდი თუ თავიდანვე უკვე ჩაფიქრებული ქონდა რომ ზოგადად უნდა გაიგებინო. ანუ მომწონა თან ნახე რა ხდება. ეს ადამიანი რო ჭედავს ამ დამასკს, ესე არ არის, ამას აქვს ერთწლიანი, ორწლიანი რიგები რა. ანუ ესე მიხვიდე და დამასკი მინდა და მოდი ახლა ერთ თვეში და მოკლეში გამიკეთე არა რა. თანაც დონბაში. თანაც დონბაშია. და ხვეწნა მუდარის შემდეგ სადღაც ანუ რიგში წინ წამწია ასე რომ ვთქვათ რა. ნუ დამიმზადა ეს და ძალიან ნაწვალები ის არის რა ქვია და პროექტისთვის არ მინდოდა ანუ მომეწონა ამ კაცის ისინი რა ქვია პატერნი ასე რომ ნახატი ორნამენტი ამ იმაზე რა ქვია დამასკზე თან ნახე როგორი გაკეთებული ხა იქ არ ვიცი ჩანს თუ არა თან კამერაში ვაჩვენ აი ვეცდები კარგად გამოჩნდეს ანუ ზედა პირი სხვა დამასკია და აი ეს მჭრელების სხვა დამასკია სამი სხვადასხვა ორნამენტის კომპოზიტია ერთად მიდუღებული და გამოჭედილი ხო ანუ მამას ძალიან დიდი უსტატობა ჭირდება ასე ვთქვათ და ნუ ხო, ნუ მივიღე როგორც იქნა, არ მინდოდა უბრალოდ მომეწონა ამ ადამიანის ნამუშევარი, შემოუკეთე, ჩამომივიდა და მე მეთქი ვიღაცა ძალიან მაგარ ოსტატს უნდა გავაკეთებინო ამისგან დანა. გავიცანი ბატონი ზაზა, გამიხარდა ეს 2023-ში? კი, მივეცი შეკვეთა და დამზადა. პრინციპში მეც მაშინ არ მე ესეთი მშვენიერი უფრო წინა შოუებზე გავიცანი ჩვენ ერთმანეთს. მაგ შოუზე ხო, წინა შოუზე გავიცანი. დამზადა. მოდი ზაზა, ეხლა შენი მხრიდან მოვყევი, უკვე გაიცანი როცა ეს დამასკი მაჩვენა ძალიან მომეწონა მაშინვე ვიფიქრე რომ ამას აუცილებლად გავუკეთებ ფერში გადავწყვიტავ მეთქი რაც აგერ კარგად ნახავთ ესე უნდა დავიჭირო ხო ჭრები ფერში ფერზე ვიფიქრე და ფერს ძალიან მიადგებოდა სპილოს ძვალი ძალიან კეთილშობილი მასალა არის და მინდოდა რომ ყოფილიყო
თვითონ არ მინდოდა რა სიგრძესაც იყო შემენარჩუნებინა სიგრძე, იქიდან გამოვდიოდი დიზაინზე და მინდოდა რომ ყოფილიყო ელეგანტური, ცოცხალი და ამ დროს ისეთი ძლევამოსილი დიზაინი რა ყოფილიყო. და მე მგონი ნორმალურად გამოვიდა ეს ჩანაფიქრი. თვითონ ხედავთ. საკმაოდ დიდი ზომის დანა არის. ძალიან პლასტიკური. ეს ბოლსტერი არის ჩვენი ბერტის მოზაიკური დამასკია, დრაგონსკინს რო ეძახიან. დრაგონსკინია, ხო? ეგ არის. ქართულად როგორ არის hot blowing? ცხელი მოხარშვის წესით მიღებული. ფერი, რომელიც კარგ კონტრასტს აძლევს. ეს არის liner look, ხო? Liner look-ია. დაახლოებით მდგომარეობაში ესე გამოიყურება. ხო და რაც ერთ-ერთი უფრო რთულად გასაკეთებელია, სადაც ჩვენ ვერ ხედავთ ჭანჭიკებს გარედან. საერთოდ არ მეყვარს რომ ჭანჭიკები, აი აქაც ხო ჭანჭიკები მორთე და უფრო ისეთი დეკორატიული გავაკეთე. ოქროს მოოქროვებით დრო ისე როგორც დეკორატიული ელემენტი ისე ჩანს და არა როგორც ჭანჭიკი. მან როგორ არის? ეს უფრო რთულია, იმიტომ რომ ჭანჭიკი სპეციალურ ჭანჭიკის მოსახსნელ მოსაჭერს ეკეთება და ქვევიდან, შიგნიდან კეთება ჭანჭიკებით დამაგრება თვითონ აი მასალას, მაგრამ ჯერ თვითონ ამ მასალაში ხდება ლითონის განთავსება შიგნით. ცილინდრის, ხო? არა, ცილინდრის არა, პარალელიპედის ქვემოდან და იმ პარალელიპედში იჭრება უკვე ხრამი. რეზბაც, ხო? და ხრამი. ეგრეთ წოდებული ხრამი. და უკვე იმაში შედის ის და იმას უჭირავს, ეს გადის აი ლაინერში და იმას უჭირავს. მაგ მოსახსნელს აყოლებ ხოლმე განებს? თუ აი სერვისის შემთხვევაში რო ჭირდებოდეთ თქვათ კი, როგორ არა? ხო, ანუ ეს დაწებებული არ არის, არა, დაწებებული არა. საერთოდ ჩემ დასაკეთდანებში და არადასაკეთდანებშიც საერთოდ დაშლა შეიძლება ყველაფრის და აწყობა. ხო, დაშლი, ანუ პირს თუ რამეა გალესავთ, ანუ ამასაც თავიდან გააკეთებ ყველაფერს, ანუ ტრავლინიათ ვეიჩინს ყველაფერს და ახალი ვითარი. ეხლა აი ამ დანას ეს შედარებით ახალია, ხო? თქვათ, ეს არის 20 წელზე მეტი დანა, მაგრამ ახალი ვითარი. 20-თან 20 წელი შენთვის ყოფილა, თორე ისე ამდანის დაბადება ყოფილა 20-ზე მეტია. ანუ აი არა, ეხლა აქედან არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ახალი ვითარი, აი ფერი არა გადასული ნახე. ანუ ეს 20 წელი სულ დადო რამე ისე, ხო, შეიძლება ეს ფერი გადაუგდეს ან რაღაც. არაფერი არა აქ მოსული, აი საერთოდ რა. არა, საერთოდ კოდე ეს ცხელი მოხარშვის წესით რო კეთდება ფერის მიღება, ის გარკვეულ აპს იკრავს და უკვე ხელითაც რომ ხშირად მოგვიხდეს ხელით შეხება და ყველაფერი არაფერი არ უნდა მოვიდეს. მაგისთვის არის ეს რა, როგორც თოფებში არის, ხო? ანუ რაღაცა სამუდამოობის არის. თუმცა ნახე, ანუ თუ მიუხედავად მაგისა, ანუ ჩვენ ახლა ვიცით და არაერთხელ გვითქვავს, რომ ნუ კონკრეტულ მასალას შესაბამისი მოვლა მაინც ჭირდება რა. ეხლა ვთქვათ უშუალოდ აი ამ სპილოს ძვლის თვალსაზრისით მას არ შეიძლება სპილოს თვალზე საერთოდ არ შეიძლება იმით რა ქვია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ძალიან სიცხეში ან ძალიან სიცივეში გაჩერება. ჯობია რომ ისეთი აი სტაბილური ერთ ტემპერატურაში. თან შენი რეკომენდაციაც აი მეც მაგ გამოყენებული ჩვენ მეგობარ ზაზასაც აი ბეიბი ოილის გამოყენება თუნდაც აი ამ ძალიან თხლად თუ არ ხოლმე რომ თუ სიმშრალეში მოხვდა და ცოტა სიცხეში საერთოდ ნებისმიერი სპილოს თვალი იქნება, მამონტი იქნება, მორჟი ისა მორჟი როგორ არის ქართულად? მორჟია. სვისლომი იქნება ნებისმიერი ძვალი, ცოცხალია და სინეტიუს ტენიანობისა და ტემპერატურის მიხედვით მოძრაობს, ან იკუმშება, ან დიდება. და თუ შეიკუმშა, საუკეთესო საშუალებაა ეს ბეიბი ოილი რო დავაფარო. და ინარჩუნებს ის იწოვს იმ ბეიბი ოილს და ჯდება თავის. ეგ კი არა, დღეს უსმენდი თურმე ზამთარ ზაფხულ ეიფელის კოშკის სიმაღლეც კი იცვლება ამ ტემპერატურიდან გამომდინარე რა, ანუ რო ხურდება ის პარიზ კიდე გაუმართლა რომ რუსეთის ყინვები არა აქვს თორე სუდაბადარობა. კი ბატონო. ერთი ნიუანსიც კიდე რაც მინდა რომ ვახსენო და ზოგადად მე მგონი ამაზე აი ზაზასაც უთხარი რომ ეს თემა მოდი გავაგრძელოთ, ანუ ძალიან საინტერესო ფაქტი თქვით რომ
ну გარდა იმ მასალისა, რასაც აი ნაკლებად თუ მეტად ჭირდება ყურადღების მიქცევა და მოვლა ამ baby oil-ის გამოყენებით თუნდაც, სხვა დანარჩენი მასალა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში ხელუხლებლად, როგორც პირველ წუთში, ასე ვთქვათ, გამოიყურებოდა და როგორი ხარისხით და როგორი ვიზუალიც ჰქონდა, ის ამ ყველაფერს ინარჩუნებს, ხო? ანუ ყოველთვის არა. ყოველთვის არა, ხო, ეგეთი ფაქტებიც არის ხოლმე. არის, ნუ ეხლა როდესაც მაღალი ხარისხის და მაღალი დონის შესრულების ნაკეთობას იძლევა. მაღალი დონის შესრულება უნდა იყოს. მე მაქვს, თქვათ, რამოდენიმე დანა, სადაც ანუ აი უკვე ეთყობა ფერის გადასვლა. და იმას უკვე ჭირდება ეს უნდა მოიხსნას, გაპრიალდეს, თავიდან გაკეთდეს და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ჩვენ მაღალი დონის ნაკეთობაზე ვსაუბრობთ, მაგალითად როგორიც აი ეს ვენდეტაა წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში ისევ შენ ნათქვამს გავიმეორებ, რომ როგორც 20 წლის წინ ჩამგვარდა შენ უნდა იყოს, კი, ანუ არ უნდა არაფერი აუგებოდიოს. საერთოდ მიყავს, იცი, კოტე, ანუ აქედან გამომდინარე, რომ ანუ ამის საშუალებას ეს კონკრეტული ნაკეთობა გაძლევს შენ, რომ თუ ეს ხარისხი, ეს დონე მაღალი დონე შენარჩუნებულია, ხო? ანუ შენ ფაქტიურად ყიდულობ ნივთს, რომელიც დროთა განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხს და შემდეგ უკვე შენ საჭიროების შემთხვევაში ბევრად, ასე ვთქვათ, მეტად შეგიძლია უკვე რომ გაასხვისო, ხო? იმიტომ რომ რა არის ხა ეგეთი, რომელიც ხარისხს ინარჩუნებს 20 წლის განმავლობაში და მე ანუ ბუნებრივად უფრო მეტად შეგიძლია რომ გაასხვისო საჭიროების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ხარისხი და მან კიდე დავუმატებდი უნიკალურობა. თვითონ ხელნაკეთის უნიკალურობა და უმრავლესობა უკოდეს კოლექციისა არის ნამდვილი ხელოვნების და ერთეული. კი, განუმეორებლობა არის, ხო? ანუ განუმეორებლობა, უნიკალურობა და შესანიშნავი ესთეტიკა. მოდი მარტივად ინვესტიციაა რა, ანუ ნამდვილად. მაღალი ლიკვიდურობის ბევრი კოლექციონერები ერთმანეთში ცვლიან, ზოგი თუ დასჭირდა გასხვისება, გაასხვისებს. ძალიან ბევრია ისეთი, რომ თქვათ, გარკვეული პერიოდში შეეძლო გარკვეულ ფასის კატეგორიაში შეძენა, გამშევრის, მერე უფრო მეტი საშუალება მიეცა იმას გაასხვისებს და გააკეთებს upgrades უფრო ძვირფას ნამუშევარს შეიძენს ხოლმე. მაგრამ საერთოდ ხო ეს საკმაოდ მაღალ ლიკვიდირებული, როგორც ხელოვნების კარგი ნიმუშები, მაღალ ლიკვიდირებული. მან რო ჩამოთვალოთ, ესე იგი, არის, არტნაიფი რო უშუალოდ ინვესტიცია, მან ორი აზრი არსებობს, იმიტომ რომ ყველა მახასიათებელი ახასიათებს, რაც ამ ტიპის ნივთს უნდა გააჩნდეს, ანუ უნიკალურად ჩამოთვალეთ, ხო, უნიკალურობა, ღირებულება, შინაარსი, ოსტატი, რა ვიცი, უამრავი ნიუანსია რა. კიდე არის ლიმიტირებული ვერსიებიც, ხო, გამოდის თქვა 300 ცალი, 400 ცალი. სხვა კატეგორია. ამასაც რეალურად ეხლა ყიდულობ სიტყვაზე $1000, მაგრამ რო მოიყიდება 2 წლის მერე უკვე იმდენად გაფანტულია, რომ ხალხი ყიდის 3 მაგი და 4 მაგი გაძვირებით, ასე ვთქვათ რა. ანუ ინვესტიცია რეალურად ეს არის, ხო, ფაქტიურად რა. კოტე, აი, შენ შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით, შენ კოლექციას ეხლა არაერთხელ ვათვალიერებთ რა და ანუ ეს უფრო რას გავს, იცი? აი კოლექციონერი ხა ზოგი აგროვებს მაგალითად რაღაც, ანუ მაგალითად საფოსტო მარკებს, ზოგი აგროვებს რაღაც მაცივარზე მისაგროვებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ბევრი რამის კოლექცია შეიძლება შეაგროვოს. ეს ანუ დანების აი თან მხატვრული ტიპის დანების კოლექციონერობა უფრო გავს ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას, მაგალითად, როგორც არის თქვა ნახატები, სურათები და ასე შემდეგ და ანუ მე თავისუფლად შემილია შევადარო კარგი ოსტატი, იგივე არის, რაც თქვა, კარგი მხატვარი. კი ბატონო. და როგორც თქვა, სამხატვრო, ანუ მან ნახატების კოლექცია ფასობს და იგივე ტიპის კოლექცია არის, იგივე კრიტერიუმი. აქტივია იგივე აქტივია. ანუ მე ხა რატო ვაგროვებ ამას? ანუ მე თქვათ მომწონს დანები, მომწონს ხატული დანები და ამას ვაგროვებ. ხა ზოგ შეიძლება ნახატები მოწონდეს და მაგითო აგროვე, ხო? მაგრამ ინვესტიციის იმითი, რა ქვია, თვალსაზრისით, ხო? ვერ ვიტყვი, რომელი ჩამოუვარდება, თქვათ, ანუ ნახატების კოლექცია. ვერ ჩამოუვარდება. ანუ დანების, რატო?
აი მაგალითად რო აიღო რაღაც დანა, ხო? იქ ნუ ოსტატის ნაკეთობაც ჩანს რა. ჩანს ისინიც რა ქვია, მატერიალები, მასალები რა თქმა უნდა, კი. ასევე დანებზე არის მხატვრული ნამუშევარიც დატანილი, ხო? უნიკალური. ეს მხატვრული ნამუშევარი ვის მიერ არის შესრულებული, ამასაც მნიშვნელობა აქვს. შეიძლება საკმაოდ დიდი მნიშვნელობა. ცნობადი, ანუ შეიძლება ორი ოსტატის ერთი და იგივე დანა იყოს, ერთი ღირდეს $500 და მეორე ღირდეს იგივე მასალი, მაგრამ მეორე ღირდეს 15,000, რატო? იმიტომ რომ რომელიც სულ ჩაბერა ამ ნაკეთობას უკვე მაგას მნიშვნელობა. წინა არ მახსოვს, მე მგონი წინა იმაზეც ვახსენე, რომ ანუ შენ მერე დააყოლე რომ სიცოცხლეშივე უგახსოვს ეგ ფრაზა ანუ სიკვდილის გახდაო ცნობილიო თუ რაღაც ესეთი იყო რა ხო მაგის არ მინდოდა მაგრამ ხო ანუ მაგასაც მნიშვნელობა აქვს ხო ანუ ყველა 100 წელი და კარგადაც ცხოვრობს მაგრამ ნუ იმის მერე და მერე უფრო და უფრო ედება იმ ნაკეთობას ფასიც მერე და მერე უფრო ედება ფასი კი და უფრო ფასობს ანუ ფასობს არა მარტო ვთქვათ ერთია რომ რამდენი ღირს ხო ფულადი, მეორე რამდენად ღირებულია. შეიძლება ანუ ფასი ღირდეს, მაგრამ არ ყიდდეს იმას არა უნდა რა. იმიტომ რომ იმ კოლექციონერისთვის ეს იყოს ძალიან ღირებული რა. ანუ როგორც ვთქვათ, მხატვრის ნახატი ფასობს, ისევე ანუ ოსტატის დანა ფასობს რა. და ხო, ნუ ის არის, რა ქვია, ინვესტიციის თვალსაზრისით მარტო რამხელა ისტორია არ უფასურდება ეს არ უფასურდება ხო აი ეგ ვერ გაუფასურდება იმიტომ რომ არის ხელით გაკეთებული უნიკალური ის აქტივები არ უფასურდება რასაც ეს პროდუქტი მოიცავს რა ანუ ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ და საკმაოდ ნუ სოფლიოში ძალიან ბევრი კოლექციონერია ну გამოფენებზე თუ ვინმეს უნახია იქ რა ხდება საერთოდ რო შერბიან და კი დასტრებაზე მიასწროს იმის დახთან და იყიდოს დანა და ასე შემდეგ იმიტომ რომ შეიძლება აი შენ ხო გქონი მეც გქონია ეგ რაღაცაზე რომ ნადირობ ხო ანუ ერთხელ გამოჩნდა ზუსტად და გამეყიდა ვერ მოვასწრა ხო და აი ეგ არის ერთხელ გამოჩნდება ცხოვრებაში რა და იცი რომ მეტი ის აღარ ამოტივდება ანუ შეიძლება უნდა ელოდო რა არა ნუ აი 10 წელი ელოდო შეიძლება არასდროს არ ამოტივდება იძულებული ხარ ელოდო მაგრამ აღარ ამოტივდება რა და ანუ მაგას რო შეიძენ, მაგას ხო გრალს ეძახიან, ხო? ანუ ჩემი გრალიაო და ანუ აი მაგრალს რო შეიძენ, ეგ არის რა, ანუ ბევრისთვის ეხა ეს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იდგე მაგალითად 3 წელი, 4 წელი, 5 წელი ეგ ცალკე ის არის რა, ეგ ეხა ცალკე მაგრამ ეხა კოლექციონერისთვის ეს კლინიკა უკვე ცალკე კაი გაგებით კლინიკა ჩვეულებრივი მოვლენა და ნუ ეს რა მოლოდინი ელოდები არ მეჩქარება მოლოდინი კიდე მაინც მშვიდად ხარ და ნუ მშვიდად როგორ ხარ მაგრამ ნუ აი ელოდები და რაღაც იმედი გაქვს მაგრამ რაღაცაზე რო ნადირობ და იმას რო გაუშვებ ხელიდან და რო აღარ იცი რა ხდება თუ არა ოსტატი აღარ საქმიანობს ხო ანუ არის ოსტატი რომელიც თქვაც ნუ უკვე დაბერდა და აღარ აკეთებს ხო ნუ და იცი რომ ანუ ვერ დაუკვეთავ უნდა ინადირო მის დანაზე რა ის უფრო რთულია ეგრეა ნამდვილად კოტე მოდი სანამ შენი კოლექციის შემდეგ წარმომადგენლებზე გადავალთ რომლებიც საერთოდ არიან წარმოდგენილები მე პატარა ანონს გავაკეთებ პირველად YouTube-ის სივრცეში ჩვენ ძალიან მალე 3 მაისს გველის მორიგი Art Knife Expo გაზაფხულის სერია ეს ღონისძიება კვლავ პულმანის სასტუმროში ჩატარდება Axis Tower-ში კი ბატონო ვაკეში წელსაც რა თქმა უნდა როგორც ნებისმიერ ყოველ სერიაზე ჩვენ აქაც ძალიან ბევრი სიახლე გველის მონაწილეების მხრივ ნამდვილად გვეყოლება საუკეთესო ახალი ოსტატები და გელოდებით მე მგონი სასწაულო ღონისძიება გამოგვივა ზაზა რა ყოველჯერზე ესე ვამბობ ხოლმე და ვამართებ მაგრამ ბევრმა შეიძლება გაზვიადებაში ჩამომართვას მაგრამ თავისი ხარისხით გამოფენის თავის ხარისხით და დონით მე უკვე შემიძლია ვთქვა
რომ ევრაზიის საუკეთესო მხატვრული დანების გამოფენა. საკმაოდ ესეთი რეალისტური და ლოგიკური განაცხადია და გეთანხმები აბსოლუტურად რა. ანუ თავის მონაწილეებით, დონით, არ ვიცი, ჩვენ უკვე ფაქტიურად საერთაშორისო აღიარება გვაქვს. ფაქტიურად კი არა, ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ სრულად საერთაშორისო ღონისძიება ყოველი გამოფენის დონე უფრო მაღლა და მაღლა იწევს. კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი 3 მაისს ძალიან მალე სასტუმრო პულმანში, ექსის ტაუერში 13 საათიდან პირველი საათიდან გელოდებით ჩვენ გველის Art Knife Expo გაზაფხულის სერია. ძალიან მაგარი ამბავი. ამაზე უკვე კოტეს ვესაუბრეთ კი. და შესაბამისად კოტემ უკვე დაიგეგმა ეს დღე 3 მაისი უკვე ჩაინიშნა. აქ წარმოდგენილი დანები კი შენ შეიძინე 25 წლის წინა გამოფენაზე, ხო? ანუ ზამთრის სერიაზე, რომელიც დეკემბერში ქონდა. ამ ღონისძიების ვიდეოები ჩვენ სარგზე უკვე განთავსებულია და შესაბამისად ნებისმიერ შეუძლია რომ ნახოს. ძალიან კარგი ღონისძიება გამოგვივიდა. აქ არის ეს დანები წარმოდგენილი, ხო? კი. ესე იგი, ლაკანტინა, ვესტი, ანკალა, გიდონი. მოდი დავიწყოთ ლაკანტინათი. ეს არის, ისე დავიჯერ. ნუ პირველ ეგრევე ხვდები რომ პირი არის ბერტის პირია. დამასკი პირია. ანუ დაგერია. დაგერი. არის ლაინერ ლოკი. კი ბატონო. კი ბატონო. არის საკისრებზე. უსტატი იტალიელია და იტალიური ხასიათი კარგად ჩანს. ჩანართი აქვს ისი რა ქვია. Mother of Pearl. კი, Mother of Pearl-ის. Mother of Pearl ქართულად სადაფი. სადაფის ჩანართები აქვს. ულამაზესია. მართლაც აი ულამაზესია. თვითონ კორპუსიც ბერტის დამასკია. წონა როგორია კოტე, ანუ საშუალო წონა აქვს, ხო? ხო. მე ვიტყოდი რომ მაინც ჩადესკენ მედის. კი. ანუ კარბონი რო ქონდეს ახლა უფრო ჩატა იქნება არა, ხო, რა თქმა უნდა. კი, არა, ახანაც ანუ არ ვწყალობ კარბონს და მესმის. ეს არის ლაინერ ლოკი. კი, ეს არის ლაინერ ლოკი. ძალიან ლამაზი და აი ძალიან ლამაზი. ახალ მდგომარეობაში წაჩვენე. ლაკანტინა ჩვენი წარმომადგენლობის ესეთი აქტიური წევრია, შესაბამისად წელსაც იქნება წარმოდგენილი შოუზე. ის ახალი კოლექციით მოდის, ანუ ახალი შემადგენლობით მოდის ნაკეთობების, შესაბამისად დამსწრეებს ექნებათ საშუალება მასთან პირდაპირ გქონდეთ ურთიერთობა და შესაბამისად მოიწონონ და შეიძინონ ლაკანტინას ნაკეთობები. შემდეგი არის მაიკლ ვესტი. ეს არის slip joint-ი. საკმაოდ ესეთი უცნაური ფორმის, ასე რომ ვთქვათ, ეს მაგრამ ძალიან მხატვრული ესეთი. ეს არის რა ქვია დიზაინია. და ხო, ნუ ეხა გამოყენებული აქვს დამასტილი აგერ პირზე არის დამასტილის დამასკი. ეს არის საკმაოდ კარგად აქვს დამუშავებული წითელი ხე. ხარ ვიცი ჩანს ძალიან ლამაზი ისა აქვს პატერნი ამ ხეს რა ხა ჩვენ აქ კარგად ხედავთ მაგრამ გამოჩნდება რა და ძალიან ისეთ საკმაოდ დახვეწილი ნამუშევარია რა დიზაინი აქვს ძალიან ლამაზი რა აი მაგით ასევე ანუ ამასაც თუ შეხედავ აი მარტო ერთი ჭანჭიკი აქვს ანუ რომელზეც ეს დადის ასე ღერცი მაგ ჭანჭიკზეა ხო დამთავრდა არა საკმაოდ ისეა რომ არ ჩანს ხო არ ჩანს ანუ აი ვერ ხო მაგრად არის შესრულებული. ძალიან მაღალი დონის ოსტატია. პატარა ქანდაკებას მაგონებს, პატარა ქანდაკებას ავითარ. ნუ ვესტის ნაკეთობები დონისია, საკმაოდ მაღალი მხატვრული შინაარსით არის წარმოდგენილი. აკის წევრია. აკის წევრია, კი. ვესტიც წარმოდგენილი იქნება ჩვენს მაისის შოუზე, შესაბამისად ძალიან მაინტერესებს წელს ანუ რა იქნება, აი ამ ახალ წელს 26-ში რა იქნება მისი მხრიდან წარმოდგენილი. ხო, მოდი ამ პაძეც გადავიდეთ ამ პაძზე, აქ არის იუკა ჰანკალა. ულამაზესი დანა. ძალიან მიყვარს, ანუ
ამ დანაზე მინდა გითხრა, რომ 3 ადამიანს დაასწარი. ძალიან კარგი. ხო. ოღონდ მართლა 3 ადამიანს დაასწარი, იმიტომ რომ ჩემთან მოდიოდნენ აღარ მინდა ეხლა ზოგადად უშუალოდ ამ ადამიანების ხსენებაზე გადავიდე, მაგრამ ჩემთან მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, რომ იქო ერთი დანა იყო და ეხლა აღარ დევსო და რა მოხდაო, ჯაბაო, რა მოხდაო და მარსებობს, კარგი ბაცავრი ედნა. თუ მოგეწონა უნდა აიღო. ეს არის ანუ აი ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ღონისძიების პრინციპიც უკვე first come first serve არის უკვე ფაქტიურად რა, ანუ ვინც პირველი რეალურად ასწრებს და ფაქტიურად ნადირობა მიდის. ანუ არ არის ეხლა გაჩერდე რაღაცა ვიღაცამ დაგიგოს ის დანა რომელიც მოგწონს, ზუსტად ეგრე. ამიტომაც ყველა სურვილს გირჩევთ, რომ უშუალოდ პირველ საათზე მობრძანდეთ, ანუ როგორც კი კარი გაიღება პირველ საათზე, ანუ გქონდეთ პირველადი წვდომა უკვე ამ ნაკეთობებთან. და რაც ხანკალას შეეხება, ეგ ძალიან ვეტერანია. აი სიტყვებიდანების წელს 80 წელი შეუსრულდა. ისე გარეგნულად არ ეტყობა არაფერი, მაგრამ უკვე საკმაოდ ისეთი დიდი ბიჭია. დიდი ბიჭია, კი. ხო, ანუ დამასკსაც თვითონ აკეთებს. და აი ნახე უბრალოდ ის თქვით, რომელი ქვეყნიდან არის? ფინელია. მექანიზმი აქვს სასწაული. სასწაული ეს არ არის იმაზე, რა ქვია, საკისრებზე, არის ვოშერებზე. და აი სასწაული მექანიზმი. მე ხო ხანკალას პილი მაქვს. ხო. დამასკის პირი აქვს და ბორჟის ტექნიკურად არის აი სასწაულად შესრულებული რა. რაზეც რეალებს ის პირი ვერ გაიგებ რა, ანუ რაღაც ამასაც აქვს სადაფის ჩანართი და ეს პატარა ჩანართი აქვს იმისი, რა ქვია. ესეც ნაწილია იმისი, რა ქვია. სადაფის ტიპი არის ესეც, რა შიდა ნაწილია, ხო, ისახეობა არის სადაფის, ოღონდ ცოტა სხვანაირის აქვს, რა ქვია, ფერი და მწვანისკენ მიდის, კი. ესეც დაგერია, არის ესეც ლაინერ ლუკი, არის შესრულებული იმითი, რა ქვია, უჟანგავი ფოლადის კორპუსზე. ხო, ნუ ესეთია, ხა ვისაც არ მოწონს თქვათ ეს სადა ეს რა ქვია, და მე მგონი, ანუ აბსოლუტურად დაბალანსებულინო რა წინდა ზემოდან, ხო, არ არის მაგის პრობლემაც რა. ის სხვათა შორის აი მაგასთან შეიძლება ხო ზაზა რომ ვახსენოთ კი კოტე გრავირებას გულისხმობს იმიტომ რომ ლითონზე გრავირება ხდება და სხვათა შორის საკმაოდ ძალიან დიდრული იქნება შეეროდა ხო ანუ ეს არის რა ქვია შეიძლება რა აგერა თავისი გრავირების დამატება კი ამას მათ შორის ზაზაც ანუ მისდევს ამ იმას რომ backspacer-ზე აწერენ თავიანთ კი მას რა ქვია. იმიტომ რომ პირზე გადააქვს ყურადღება, ბევრი პირზე აწერს ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით შივით აწერს ხანკალა, ანუ მან დაწერება აუცილებლად. კი, ეს არის ეს დანა არის ერთი. კი, one of a kind. One of არის რა, პროტოტიპი არის. დიზაინითაც. ეგრეა, კი. კი ბატონო. ანუ უნიკალურობა ამაშიც არის რა, ანუ მარტო თქვათ გაფორმებით სხვადასხვა და იმითი არა, ანუ ერთი არის რა, როგორც დიზაინით ისე ხო. კი, ეს სპეციალურად ჩვენი შოუსთვის მომზადდა და შესაბამისად უკვე ჩამოვიდა თბილისში. მოდი პაოლო გიდონიზე გადავიდეთ, ხო? პაოლო გიდონი ნამდვილ იტალიელზე, კი, ნამდვილ იტალიელზე. თავისი ხასიათით, განწყობით აი ესეთი ტიპის დანა, სხვათა შორის პაულოს სხვა დანებით ძალიან ლამაზები აქვს. არ ეშინია არც ერთ როგორ ვთქვათ, გაფორმების არჩევა, ხო, ანუ მასალასთან მუშაობა რა. და ეს არ მახსოვს ვისი გაკეთებულია, ეს არის ოქროს გრავირება და არ მახსოვს ვისი გაკეთებულია. ეხლა იქნება პაულო ჩვენ გამოფენაზე და შევეკითხოთ. არა, ჩაწერილი მაქვს და ვერ მიხსენებ. მე ხო იმას ვაკეთებ რა. კოდეს აქვს თავისი კოლექცია. ლოგი მაქვს. თავთან ვერ ვიმახსოვრებ ეს ყველა. ისე ეგ ანოტაციების აუცილებელია ეხლა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა პოლიგრაფიულადაც რო გააკეთო, მე მგონი ძალიან კარგი გამოვა. ვერ მომახე დრო თორე კი. იმიტომ რომ ჩვენი მეგაბაიტები არ ყოფნის ამდენ ინფორმაციას. ანუ ეს დამასკი არ ვიცი ვისია, შეიძლება თავისი დამასკიც არის. არ გავს არც ერთი ნაცნობი დამასკის
წარმოებელს. გეტყვი ხა ვინც არის, ეგ არის ვეტერანია ეგეც იმისი უჟანგავი ფოლადისგან დამასკის ფრიჩნაიდერია გერმანელი. ფრიჩნაი ზაზამ ცნობს. ჯერ ვერ მივედი მაგდონემდე რომ ფრიჩნაიდერი 85 წელს გადაცილებულია ღმერთმა დიდხანს აღწოცავს, მაგრამ უკვე აღარ მუშაობს. გერმანიის ცენტრალური ეგერლინგი ვითყოფილა. კი, ცენტრალური გერმანიიდან არის. და ხო, ეს ამაზე ვისაუბრეთ ჩანართებზე, აქ ანუ პინები აქვს, რომ მარტივად გახსნა, არის ეს ლაინერ ლოკი. ესე იხსნება და მასაც აქვს მექანიკაც მე მგონი ძალიან კარგია ხმა. კი, კაი მექანიკა აქვს. უჟანგავი ფოლადის корпуსი აქვს რა. ულამაზესი ნაკეთობა. ესეთი დანაა. კარგად ვაჩვენოთ. აი ჰორიზონტალურად, ჰორიზონტალურადაც. მაგარია. და ეს დანები შევიძინე, ესეც შევიძინე. წინა შოუზე. სამთრის შოუზე. ხო, ანუ საკმაოდ გაგიმართლა. თან ძალიან მაგარი დანები შეიძინე. მე მგონი საკმაოდ წარმატებული იყო ჩემთვის ვიმედოვნებ რომ შემდეგიც ესეთი წარმატებული იქნება. ბუნებრივია. ძალიან მაგარი დანებია და რა ვიცი, ეს პროცესი გრძელდება. ჩვენი ღონისძიება 3 მაისს პირდება რომ ასევე ახალი ნაკეთობები იქნება წარმოდგენილი. თვითონ ოსტატებიც მაგხრივათაც სიახლეები გვაქვს შესაბამისად საკმაოდ საინტერესო ახალი ოსტატია. კი, საკმაოდ საინტერესო. კი, ძალიან კაი არის ხომ მე რასაც გადავხედე. კი, ეს ოსტატებთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად იდება და შესაბამისად სულ ვაცნობთ ჩვენს მონაწილეებს და არ ვიცი წელს მე მგონი აი სადაც კი რაიმე ისტორიული ჩანასახი არის ცივი არაღის, ფაქტიურად აი ყველა ქვეყანა უკვე იყრის თავს რა, დაწყებული სკანდინავიით, დამთავრებული, რა ვიცი, აქეთ მხარეს სამხრეთ აფრიკა, იქით მხარეს ბრაზილიით, რა ვიცი, აი ყველა ქვეყნიდან ფაქტიურად სადაც კი არის, აი ამის ისტორიული საფუძველი რა. დედამიწაზე წრეს შევკარეთ. ხო, ანუ რეალურად მართლა სადაც რამე კეთდება შინაარსობრივად და კიდევ ეს გრძელდება რა, ანუ ჩვენ ამ კუთხით მუდმივად მუშაობთ და შესაბამისად მრავალფეროვნებას უფრო და უფრო ვძენთ ამ ღონისძიებას. ძალიან ამბავია. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი მადლობა ჯაბა, შერიქით მადლობა. ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა. თან პირველად მე მგონი რომ კოლექციონერს და ოსტატს ქონოდა ესეთი სიკვენსი ქართულად როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ბმა და ნუ აი გამოცდილების გაზიარება უშუალოდ აი ამ ნაკეთობებთან დაკავშირებით მარტო აი ეს კონკრეტული ნაკეთობა რა დღის, რომელმაც დონბასიდან ამერიკაში იმგზავრა და შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. მე ისევ ამერიკაში წავიდა, იქავაკეთე. ხო, და მე ისევ ჩამოვიდა, ისე რომ რამდენი კილომეტრია? წრე დაარტყა დედამიწას. კონკრეტულ ნაკეთობას რამდენი კილომეტრი აქვს ნამგზავრი და ნუ თავისთავად ის პირველი და რა ვიცი ეს ნებისმიერი თვითონ ამ კონკრეტულ დანასაც თავისი ისტორია ექნება და შესაბამისად ოსტატი რომ ასაუბრო ამ თემაზე თავის ისტორიას მოგიყვება რა და აი რამხელა ისტორიას გადის ეს თითოეული მათგანი. თან პლუს თქვით ისიც რომ რეალურად თითოეულ მათგანს აქვს აბსოლუტური უფლება იყოს ინვესტიცია რა იმქიდან გამომდინარე რომ მიზეზები რაც ჩამოთვალეთ ამის საშუალებას იძლევა ეს კონკრეტული კიდე ერთი რაც არის საინტერესო ანუ ესეთი აზრით შემხედრია რომ ანუ ესეთი დანა მოქმედი არ არის ხო აი ეს დანები აი ყველა არის ფუნქციური არა მარტო ფუნქციურია მაღალი ფუნქციის მატარებელია იმიტომ რომ საუკეთესო მასალებია გამოყენებული აბსოლუტურად 20 წელი დევს და არაფერი არ მოსწია აი რომცა რიდოს თქვა აი ეს შეიძლება ეს დანა იხმარო ნებისმიერ რავი ანუ აი
ხედაჩი ხო რაღაც. ანუ ეხა ამას თუ გააჩნიათ ეს ერთია, მაგრამ დანარჩენით არაფერია. აბსოლუტურად შესრულებს ყველაფერს. ანუ თუ დაბლაგდება მარტივად გალისავ და იქნება ესეთი. ფუნქციურია რა. ფუნქციური დანა ხო, ანუ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, მარტო ის რომ ოვი რა ლამაზია და მოდი ვიტრინაში დავდო რა. ანუ ესეთი ზარაა. კოლექციონერებს აქვთ ესეთი გამოთქმა, მე თუ Rolls-Royce ყიდულობო, მატორიც Rolls-Royce-ის უნდა იყოსო და არა Honda Civic-ისო. კი. და ამიტომაც ეს შესაბამისად ეს ეგრეა, კი. ფუნქცია და ესთეტიკა ორივე მაღალ ხო, არ არის ეს რაღაც ის ალუმინის პირი არა, ხო, მესმის მარტო ალუმინზე არ არის, არის. რომ ისა უარი ყველა მაღალ ფუნქციონალური. კი ბატონო. კი ბატონო. მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ჯაბა. მადლობა, რომ ესეთი გადაცემის ჩაწერის საშუალება მოგვეცით მე და ოთო მოგესალმები. შესაბამისად, იმედი მაქვს ძალიან მალე კიდე შევხვდებით და გავაგრძელებთ უშუალოდ თქვენთვის დანების და ცივი არაღის მოყვარულებისთვის მსგავსი ვიდეოების გადაღებას. მადლობა. მობრძანდით 3 მაისს ჩვენს გამოფენაზე, 3 მაისს პირველ საათზე სასტუმრო პულმანში. ექსის ტაუერებში. შევხვდებით 3 მაისს. მადლობა. შეხვედრამდე. მადლობა.